გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline. დიდი მადლობა, რომ მიყურებთ პირველ რიგში. ყველას მოგკითხვა. დღევანდელ ეპიზოდში მექნება საინტერესო სიახლეებზე საუბარი ორი სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში ვისაუბრებ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებზე, ბოლო 48 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულ წარმატებულ ოპერაციებზე და მათ შედეგებზე და მეორე თემა ეს არის შიდა პოლიტიკური ამბავი უკრაინის, უпростоრად შიდა პოლიტიკური სკანდალი, ასე უпростоრი იქნება და ეს უკავშირდება აი ამ კაცრომლის ფოტოც უკვე გახსნილი მაქვს ეკრანზე მიხაილ ფედოროვი, უკრაინის უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც 2 დღის წინ მოხსნეს ძალიან ბევრისთვის გასაკვირად, ამ ამბავს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ახლავს თან. დიდი გამოხმაურება მოყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მათ შორის უკრაინის ქალაქებში მოყვა პროტესტი და ეს უკმაყოფილება და პროტესტი ჯერ კიდევ გრძელდება. გადაწყვეტილება კი საბოლოოდ, მოხსნის შესახებ მიღებულია, თუმცა ოფიციალურად არ არის დანიშნული ახალი თავდაცვის მინისტრი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს უკრაინას თავდაცვის მინისტრი არ ყავს. მოკლედ, მივყვებით თანმიმდევრულად, აქვე ვიდრე გადავალ უშუალოდ დეტალურ განხილვაზე, მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ არხი თუ არ ხართ გამომწერები და ლაიქეთ ვიდეო თუ თქვენთვის საინტერესო იქნება. კომენტარებში ცხადია გამიზიარეთ თქვენი პოზიციები, რას ფიქრობთ და გავხსნათ ეს დისკუსია, იგივე პოლიტიკურ ამბავზეც საინტერესო იქნება თქვენი აზრი და ფედოროვთან დაკავშირებით. ძალიან მაინტერესებს მე პირადად როგორი შეფასებება მოყვება ჩემ აუდიტორიაში ამ ამბავს. ხო, და თუ ასევე სურვილი გაქვთ და შესაძლებლობა გაქვთ ცხადია ამის მზაობა, რომ ფინანსურად დაეხმაროთ ამ არხს, მის განვითარებას და მხარი დამიჭიროთ, შეგიძლიათ ჩაერთოთ დონაციაში, ყველა საჭირო ინფორმაცია არის მოცემული ამ ვიდეოს აღწერაში. დავიწყოთ პირველი ამბავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, მნიშვნელოვანი სამხედრო შედეგი არის პირველ რიგში მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის უკრაინაში, რადგან სწორედ აი ასეთი ბომბდამშენებით იბომბება უკრაინული მშვიდობიანი ქალაქები, მოსახლეობა იხოცება და ეს რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, იმიტომ რომ არ ჩერდება რუსეთი, მათი გეგმა და ტაქტიკა უცვლელი არის ტერორი მოსახლეობის იმისთვის, რომ გატეხონ რაღაცნაირად უკრაინული საზოგადოება და ამ მხრივ -1 ბომბდამშენი ერთი სიტყვით, ასე შეგვიძლია ეს ამბავი დავასათაუროთ. 800 კილომეტრის დისტანციაზე რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან სარატოვის რეგიონში ენგელსის სახელობის სამხედრო ავიაბაზაზე განადგურებული არის რუსული Tu-95-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი. ინფორმაცია დაადასტურა დაზვერვაზე დაყრდნობით უკრაინის პრეზიდენტმაც და გავრცელდა შესაბამისი კადრები, რომელიც აი ამ კონკრეტულ დარტყმას ასახავს ენგელსის ავიაბაზაზე. ეს უკვე ოდნავ მოგვიანებით გადაღებული კადრები არის, სადაც ამავე ზონაში გრძელდებოდა უკრაინელების იერიში შორი მოქმედების დრონებით. კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც ეხება მტრის რუსეთის საოკუპაციო არმიის ავიაციის განადგურებას, ამ შემთხვევაში დარტყმა განხორციელდა ყირიმის ტერიტორიაზე, საკის აეროდრომზე და აქ განადგურდა 16 რიცხვში, ეს არის 16 ივლისის ამბავი Su-24-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი. ამ კადრებში ნაჩვენები იქნება უშუალოდ დარტყმის შემდეგ როგორი წვის Su-24 და იქნება ასევე უშუალოდ დრონის მიფრენის მომენტიც ნაჩვენები და აკვირდით, აი ეს არის კადრები, რომელიც უშუალოდ დამტყმელი დრონის პერსპექტივიდან არის გადაღებული და ჩანს აშკარად და მკაფიოდ სამიზნე Su-24-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი, რომელიც აი აქ საკის ავიაბაზაზე იდგა და ამ დროისთვის დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ არის განულებული. გავაგრძელოთ და მივადექით ოპერაცია მოლოჩკას, რომელიც უკვე 12 დღეღამეა გრძელდება აზოვის ზღვაში და შავ ზღვაში და ამ 12 დღის განმავლობაში უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა მოახერხა 159 ხომალდის დაზიანება და განადგურება. 159 რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემი, ძირითადად აქ საუბარი არის ნავთობ გადამზიდ ტანკერებზე, ასევე საუბარი არის მშრალი ტვირთის გადამზიდ სატვირთო გემებზე და რამდენიმე თხევადი გაზის გადამტანი ტანკერიც განადგურდა, ასევე რამდენიმე საბუქსირე ხომალდი. გასული 24 საათის განმავლობაში, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ და ბოლო, ასე ვთქვათ, შედეგებს შევეხოთ +12 საზღვაო
ხომალდი, როგორც აზოვის ზღვაში მათი ნაწილი, ასევე შავ ზღვაში. ნახოთ კადრებს გადავალოთ თვალი, რომელსაც ავრცელებს 414 ბრიგადა. ჩემი მაყურებელი, ვინც ხშირად მადევნებს თვალს ასეთი კადრების ნახვას უკვე მიეჩვია ბოლო დღეების განმავლობაში. განსაკუთრებით ვამახვილებ ცხადია ყურადღებას ამ ამბებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს არის ყველაზე ეფექტური სანქცირება რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის. ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ. და ეს ყველაფერი არის მთლიანობაში კომპლექსური მიდგომის ნაწილი და აი ამ დიდი სურათის ერთი ფაზლი, რაც მიზნად ისახავს რუსეთის ეკონომიკის გამოფიტვას, მათი მთავარი ეკონომიკის სექტორის, ენერგო სექტორის გამოფიტვას. აქ იგულისხმება შორტდისტანციაზე დარტყმები, რაც ცნობილი ამბავია და ხშირად გვიწევს ამაზეც საუბარი. რუსეთის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე იბომბება, იმისთვის რომ შემცირდეს წარმოება და ასეც არის. მნიშვნელოვნად არის ამ ხრივ შემცირებული ნავთობის გადამუშავება. ჩვენ ვხედავთ საწვავის კრიზისს მთელი რუსეთის ტერიტორიაზე, რაც ცხადია დაკავშირებული არის გადამუშავების პრობლემებთან. ჩვენ ვხედავთ ასევე საშუალო დისტანციაზე მოქმედი დრონებით დარტყმებს, მათ შორის საპორტე ინფრასტრუქტურაზე, რაც ართულებს რუსეთისთვის ლოჯისტიკას და ახლა უკვე ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ უშუალოდ ტანკერებზე დარტყმებს. აი ეს სამივე მიმართულება მთლიანობაში ძალიან დიდ ზარალს აყენებს რუსეთის ენერგო რესურსების ექსპორტს, მათ ნავთობ ექსპორტს, რაც ისტორიულ მინიმუმამდე არის დასული ამ დროისთვის და ეს ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესი არის, ოპერაციები გრძელდება და კვლავ არის დასახელებული მთავარ პრიორიტეტად, როგორც შორტდისტანციაზე დარტყმები, ასევე აი ასეთი ტიპის ოპერაციები, რომლის შედეგებსაც ახლა თქვენ თვალს ადევნებთ. კი ბატონო, გავიაროთ შემდეგზე გადავალ. შემდეგ მასალაზე ეს არის 16 ივლისის, ანუ გუშინდელი კადრები არის. თუ წინა შემთხვევაში ჩვენ ვუყურებდით საჰაერო დრონების მოქმედებას, ამ შემთხვევაში გვაქვს კადრები, სადაც ნაჩვენები არის გამოსახულება წყალზე და კამიკაძე დრონის კამერის პერსპექტივიდან და სამიზნე კვლავ არის ნავთობ ტანკერი. ასეთი რამდენიმე კადრი იყო გასული დღეების განმავლობაში, ერთ-ერთ ჩემს ეპიზოდშიც ბოლოს გაჩვენეთ. იქაც აი ამ ვიდეოს მსგავსად იყო აი ესეთი სურათი, რომ რუსეთის ავიაცია ცდილობდა ამ დრონის განეიტრალებას, ახლო-მახლო ხდებოდა ეს დარტყმები, მაგრამ მანევრირებს საკმაოდ კარგად, როგორც ხედავთ, დრონი წყალში, ოპერატორები მას მართავენ და ამ დარტყმების აცილების შემდეგ საბოლოოდ აღწევენ ისინი მიზანს. ამ წყალზედა დრონებს საკმაოდ ძლიერი მუხტი აქვს საბრძოლო და შესაბამისად იწევს მნიშვნელოვან დაზიანებას. პირდაპირ შეჯახება ტანკერების კორპუსზე და შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ხომალდები უკვე აღარ არის საერთოდ წყობში. ამ კონკრეტული ოპერაციის ფარგლებში საუბარი იყო 2 ნავთობ ტანკერის დაზიანებაზე და აი ამ კადრების დასრულების შემდეგ, აზოვის ზღვაში და შავ ზღვაში განხორციელდა ამ კონკრეტულ 2 ტანკერზე ესი არის შევი. შემდეგი ნიუსი ეხება უკვე გადაზიდვებს და ლოჯისტიკის ლოკდაუნს. უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობს 100-150 კილომეტრის სიღრმეში მოწინააღმდეგის ლოჯისტიკის განადგურებას. პრინციპში ჩვენ უკვე მივეჩვიეთ აი ამგვარი კადრების ნახვას. ეს არის უშუალოდ დონეცკის მიმართულება და სულ ახალი კადრები არის დღევანდელი კოლაჟი, რომელიც ასახავს ამ მიმართულებაზე რუსეთის სამხედრო ტვირთების განადგურებას, სატვირთოების განადგურებას, საწვავი, საბრძოლო მასალები თუ სხვა დანიშნულების ტვირთები, რომელიც განკუთვნილი არის რუსეთის არმიისთვის, ძალიან შორს ფრონტის ხაზთან, ვიდრე მიაღწევენ გზაშივე ნადგურდება. ნახოთ ეს კადრები. საკმაოდ კარგი გამოსახულება აქვს ამ დრონებს, როგორც ხედავთ, ფერადი და მაღალი გარჩევადობა გვაქვს ამ დრონისთვის ყოველ შემთხვევაში და მსგავსი ოპერაციისთვის საკმაოდ კარგი გამოსახულება არის. ნაწილობრივ იქ ნაჩვენები იყო თვითმხილველების გადაღებული კადრები იგივე ლოკაციაზე, სადაც ერთდროულად რამდენიმე სატვირთო მანქანა იწოდა. ეს არის უკვე მოძრაობაში გადაღებული კადრები და მე განსაკუთრებით ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს ხოლმე აი ესეთი მასალები, სადაც ხედავთ რამხელა
ხელა სიზუსტე არის ნაჩვენები მოძრაობაში, სატვირთები და ისეთი სიზუსტეა, რომ იქ ნომრის დაფიქსირებაც კი ხდება, ხო? აი, დააკვირდით და ეს წითელი კვადრატები, რომელიც სამიზნეზეა, ავტომატურ რეჟიმში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახორციელებს მონიტორინგს პროცესში მიდევნებას და ზუსტ დარტყმას უზრუნველყოფს. აი ესეთი დარტყმები განსაკუთრებით ეფექტური არის ხოლმე. გავაგრძელოთ აქ კიდევ ნახეთ თქვენ რამდენიმე ერთეული სატვირთოს განადგურება. ეს რაღაც ისევ მაგისტრალი ზოგ შემთხვევაში არის მეორადი დანიშნულების გზები, სადაც ასევე ურტყამენ. აი აქაც არის ნაჩვენები ეს მეორადი გზა, ასფალტიც არ იყო, რაღაც მინდორში მიმავალი გზა იყო, მოკლედ ცდილობენ რუსები, რომ რაღაც უსაფრთხო ალტერნატივები მოძებნონ, შემოვლითი გზებით იარონ, მოერიდონ რიგ შემთხვევაში მაგისტრალზე მოძრაობას, მიმართავენ ისეთ ხრიკებს, როგორიც არის მაგალითად სამხედრო კამაზების და ურალების გადაღება, თითქოს რომ შორიდან გამოჩნდეს, რომ ეს არის სამოქალაქო სატვირთო მანქანა და არა სამხედრო ტვირთები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხრიკებიც პრინციპში ხშირ შემთხვევაში მათთვის არ არის მაშველი რგოლი, ასევე რუსები ცდილობენ თვეზე მეტია უკვე რომ დანერგონ ეს პრაქტიკა, რომ მობილური ჯგუფები მიამაგრონ ამ სატვირთო კოლონებს და ვითომ დაიცვან ამ ჯგუფებმა, მაგრამ არც ეს არ დებს პრინციპში განსაკუთრებულ შედეგს. არის კი რიგი შემთხვევები, როდესაც ხდება ამ საშუალო დისტანციაზე მოქმედი დრონების ჩამოგდება, თუმცა ეს ოპერაციები იმდენად მასშტაბურია, რომ მთლიანობაში ვერ უმკლავდებიან რუსები ამას და არის პირიქით ისეთი შემთხვევები, როდესაც თავად ეს მობილური ჯგუფები ხდებიან ხოლმე მაღალ ტექნოლოგიური დრონების სამიზნე. აი აქაც გვაქვს ესეთი შემთხვევა, სწორედ ნაჩვენები, აქ ეს შავ-თეთრი კადრები, სხვა შორის ძალიან ეფექტური კადრები არის, რაღაც კინოს კადრს გავს, ცდილობენ რომ ჩამოაგდონ დრონი და იქიდან დრონი უშვებს მართვად რაკეტას. ანუ იქ გარდა კამიკაძე დრონებისა არის დამატებითი ტექნოლოგიები ინტეგრირებული, მათ შორის დამონტაჟებული მართვადი რაკეტები, რომლებიც აი ესეთ შემთხვევებისთვის არის გამიზნული, ან კიდევ დამატებით სამიზნეების გასანადგურებლად ობიექტზე დარტყმის დროს. მოკლედ ნახოთ ეს კადრი, აი პირველივე წამებზე დააკვირდით ხდება დრონიდან რაკეტის გაშვება. აი აქ ანუ ეს დიდი ალბათობით ჯარისკაცის დამაგრებული კამერა არის, რუსი ჯარისკაცის კამერით არის გადაღებული, ან GoPro აქვს მასე რა ჩაფხუტზე, ან არ ვიცი, რაღაც კამერა აქვს აშკარად დამონტაჟებული, თავადაც ესროდა ამ დრონს და ამ რაკეტის ჩამოგდების შემდეგ დრონიდან ეს ჯარისკაცი დაიჭრა, როგორც ამ კადრებშიც ჩანს და ისედაც იყო დამატებითი ინფორმაცია ამ ვიდეოს აღწერაში. ხო, აი ესე დასრულდა წარუმატებლად, მოკლედ მცდელობა რომ ეს დრონი ჩამოაგდოთ. ასეთი არაერთი კადრია, მათ შორის როგორ ესვრიან ტყვია მრქვევებით, რაღაცა სამხედრო მანქანებიდან თუ ბუხანკებიდან თუ ასე შემდეგ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ყველაფერი მოკლედ რომ თქვა წარუმატებელია. ეხლა მოსკოვზე ვისაუბროთ. ეს არის ხანძარი, როგორც ასეთ შემთხვევებში ამბობენ ხოლმე, ვიღაცამ დიდი ალბათობით სიგარეტს ცუდ ადგილას მოუკიდა. რა თქმა უნდა, ეს არის ესე ერთგვარი დამკვიდრებული ხუმრობა, დიდი ალბათობით აქ საქმე გვაქვს დივერსიასთან, 5000 კვადრატული მეტრის ფართობის ერთ-ერთი ობიექტი დაიწვა მოსკოვის ტერიტორიაზე, სადაც იყო სატვირთოები განთავსებული და აი ასე იწოდა. ასეთი დიდი ხანძარი იყო. ერთია რომ შორ დისტანციაზე მოქმედი დრონებით ურტყამენ და რაკეტებით უკრაინელები და მეორეა რომ ხდება დივერსიებიც, მუშაობს დაზორვა, მუშაობს ესეთი სპეციალური ჯგუფები და ასეთი არაერთი ოპერაცია გვინახავს, არ არის გამორიცხული რომ აქაც დაახლოებით ეგეთი ამბავი მომხდარიყო. აი ესეთი ფოტო მასალაც გვაქვს ადგილზე გადაღებული. ხო, ეს ძალიან საინტერესო ამბავი არის, რომელსაც ახლა მივადექით, მედიის მანიპულაციები, პროპაგანდის მანიპულაციები, ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი გასართობი არის. ამ შემთხვევაში ძალიან სახალისო ამბავი ხდება აქ. ვესტი კურსკი. კურსკში ხდება მოქმედება. ჟურნალისტი გასული არის, რეპორტაჟს იღებს ადგილობრივი მედიისთვის.
ვესტი კურსკი ხო სწორად წავიკითხე კი ბატონო და ნუ ამოცანა არის რომ აჩვენოს რომ საწვავის კრიზისი არ არსებობს ყველა ბენზინგაზამართი სადგური მუშაობს და როგორც ჩანს გადაწყვიტა რომ ხალხსაც დაელაპარაკოს აი ეს მე მგონი აქ რომ მეტი მოინდომა რა ჯობდა რომ მარტო თვითონ ელაპარაკა იმიტომ რომ ამ კაცისგან ძალიან მოულოდნელი პასუხები მიიღო ის ყვებოდა აბსოლუტურად საპირისპიროს რომ საწვავი არის და ამ კაცმა ჩააჭირა რომ აი სად არის წამოდი მაჩვენ ერთი მეც მინდა საწვავის ჩასხმა და შენ თუ მართალი ხარ ეხლა გავიგოთ ერთად რა დაახლოებით ეგეთი ამბავი არის მოკლედ არ გამომართლა ამ პროპაგანდისტს Какая заправка Лукойловская работает? Сейчас данную конкретную минуту? Данный момент. Газпромнефть на 50 лет октября. Мне не нужна. Лукойл около Европы на Студенческой. Она никогда не работала. Какая еще заправка вам нужна? Про какую вам сказать? Скажите, какая заправка сейчас отпускает бензин? Вот на выезде из Курска, если вам заправиться, а не возмущаться. Пожалуйста, где ваша машина? Давайте мне тросик, цепляйте и везете меня туда, я заправлюсь. Раз вы мне советуете. Чтоб я топливо не расходовал. Тогда вот там вот, недалеко, на Студенческой. В такой ситуации приходится выбирать, вам шашечки или ехать. Работающие заправки в Курске все-таки есть, и 95-й здесь даже почти по старым ценам, 69 рублей за литр. Что, не заправляют? Не заправляют. У нас в регионе сейчас действует нововведение. И как мне ехать? Тут стоять? Ваша машина, номер начинается на цифру 4. Это значит, что заправиться вы можете по четным дням месяца. Ну что, издеваетесь? ხო, მოკლედ პროპაგანდა გუგუნებს იმისთვის რომ ხალხს დაუმტკიცოს აბსოლუტურად საპირისპირო რის რა გამოწვევის წინაშეც რეალურად თვითონ დგანან. ამაზეც ხო, ნუ მე გავერთე და იმედია თქვენთვისაც საინტერესო იყო. ეს უბრალოდ ისე თვალსაჩინოებისთვის რამდენად ნაგლად აი ამ სიტყვას გამოვიყენებ, მე მგონი სწორი იქნება, აი ესე ნაგლად ცდილობენ რომ ხალხს ნაცარი შეაყარონ თვალებში, პრინციპში ჩვენც არ გვიკვირს ეგ ამბავი. მოგიხსენებათ, ამაში არ ჩამოუვარდებით ჩვენა, ანუ ვიღაცები ხო იცით ვიზეც ვლაპარაკობ. ნამდვილად არ ჩამოუვარდებიან ჩვენი სამთავრობო მედიები აი ამ ამბავს სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ. ხალხს კი ხო, ნუ ისევ რუსეთს რომ დაუბრუნდეთ, რეალურად ძალიან მძიმე პრობლემები უდგათ და ეს უკვე რაღაც ყოველდღიურ დისკომფორტს არ ეხება მხოლოდ, ეს ყველაფერი ხშირად მithქვამს და გავიმეორებ, რომ უკავშირდება ფასების ცვლილებას, უკავშირდება დისტრიბუციის პრობლემებს, უკავშირდება სავაჭრო სექტორს მთლიანად და ახლა უკვე სასოფლო-სამეურნეო სექტორს დაარტყა ძალიან. ეს ყველაფერი პრინციპში გარდა საწვავის კრიზისისა და აი ამ ლოჯისტიკის პრობლემებისა ნაწილობრივ უკავშირდება გარკვეულ რეგიონებში, რაც ესაზღვრება შავი ზღვის სანაპიროებს და აზოვის ზღვას, იქ სასოფლო-სამეურნეო სექტორში პრობლემები გააჩინა ასევე საპორტე ინფრასტრუქტურის განადგურებამ და სწორედ ამ ჩრდილოვანი ფლოტის გემების განადგურებამ, რომელსაც თვალს ვადევნებთ და რომელიც ცოტა ხნის წინ გაჩვენეთ. მშრალი ტვირთის გადამზიდი ხომალდებიც დაზიანდა დარტყმების შედეგად დრონების, უშუალოდ ტერმინალები პორტებში დაზიანდა, ამან გამოიწვია რიგები, ამან გამოიწვია შეფერხებები და ნუ ვერ ხდება მარცვლეულის გატანა ექსპორტზე, ეს არის მთელი ამბავი. ამ შემთხვევაში მე მექნება აქ გაჩვენებთ კადრებს, ეს არის თავად ფერმერი, რაღაცა კომბაინიდან იღებს კადრს და ყვება მდგომარეობის შესახებ, ყვება შეფერხებებზე ერთის მხრივ და ფასის პრობლემაზე, რომ მოთხოვნა შემცირდა შესაბამისად ფასიც არის მარცვლეულის დავარდნილი და ეს სერიოზული პრობლემაა ადგილობრივი ფერმერებისთვის. Так, пошли у нас первые КАМАЗы и, скорее всего, крайние на долгий промежуток времени, на непонятно какой. Вот. Значит, до уборки у нас в области Ростовской зерно стоило озимка от 16-17 рублей. Сейчас у нас вчера ее приняли за 12,5 рублей. 14,5 протеина и 3 сотни число падения. Вот. Куда возили? Возили в Константиновку, сказали, что примем еще максимум 2 КАМАЗа, и мы закрываем прием. Вопрос. Куда девать-то зерно наше будем? Золото наше.
которая дешевее все, с каждым днем все сильнее и сильнее. Каждый год какая-то ересь происходит с этим зерном. То цены нету, то протеин низкий, то число падения высокое. Вот. А в этом году его и принимать вообще не хотят. Слово совсем, а зерно хорошее. Какой-то замкнутый круг после воспроизводителей получается. ეს ერთი ვიდეო მიმართვა, თუმცა ასეთი ბევრია, მე ვცდილობ ხოლმე რომ თემატურად ავარჩიო მთელი ინტერნეტ სივრცე სავსე არის მაგალითად კადრებით ყოველდღიურად ახალ-ახალი კადრებით, რაც ასახავს ბენზინის რიგებს კილომეტრიანს მოსკოვში თუ სხვა ქალაქებში, რაც ასახავს აი ესეთ უკმაყოფილო ფერმერებს, მოვაჭრეებს, იქ მომხმარებლებს, რომელიც ფასზე ჩივიან გაძვირებაზე პროდუქტების და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ სხვადასხვა ეპიზოდებში მე ვცდილობ რომ ესეთი მთლიანობაში წარმოდგენა რომ შეგექმნათ საკვანძო რამდენი მე ვიდეო ავარჩიო ხოლმე. ამ შემთხვევაშიც ასე მოვიქეცი. მოკლედ რუსეთში პრობლემები მწვავდება, ამას ასეთი აქტიური მცდელობების მიუხედავად ვერანაირი პროპაგანდა ვერ გადაფარავს. შესაბამისად იზრდება საზოგადოების უკმაყოფილება. ამ ამბავს ვერ გადაფარავს ვერც მათ შორის პუტინის განცხადებები, რაღაც პარალელური სამყაროდან, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთის არმია წინ მიიწევს და ეკონომიკაში პრობლემები არ არის და ნავთობის მარაგები აქვთ და ასე შემდეგ. მათ რეალურად აქვთ სერიოზული ჩიხური მდგომარეობა ახლა და მთავარი არის რომ ეს ყველაფერი უკრაინამ ეფექტურად გამოიყენოს. ეს შესაძლებლობების ფანჯარა გამოიყენოს, რაც ტექნოლოგიური უპირატესობის თვალსაზრისით და მათი წარმატებული ოპერაციების ხარჯზე შეიქმნა. მთავარ უპირატესობას რა თქმა უნდა ქმნის შორ დისტანციაზე ზუსტი და ეფექტური დარტყმები, ასევე საშუალო დისტანციაზე მოქმედი დრონები, რომელიც რუსეთის ფრონტის მომარაგებას შავ დღეში აგდებს და მათ ლოჯისტიკას, ასევე უპირატესობას ქმნის კომუნიკაცია, ინტერნეტის სწრაფი მიწოდება, Starlink-ის სისტემები და AI-ის ინტეგრირება მთელ რიგ ჩამონათვალში აი ამ დრონების და ახალი ტექნოლოგიების და ეს ყველაფერი დიდწილად აი ამ ადამიანს უკავშირდება ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც იყო გარკვეული თვალსაჩინო შედეგები, თანდათან ხვდებით რომ მივდივარ უკრაინის შიდა პოლიტიკურ ამბავზე და ამ დღეს შექმნილ კრიზისზე, რაც მოყვა ფედოროვის გადაყენებას. სწორედ ეს ადამიანი იყო მათ შორის, რომელმაც ზამთრის რომელი თვე იყო ზუსტად აღარ მახსოვს, პირდაპირ დაუღრეკა ილონ მასკს და დაალაგა Starlink-ების ამბავი. სწორედ აი ამ პირადი კომუნიკაციის შემდეგ გათიშეს Starlink-ის მიმღებები რუსეთის ჯარისკაცებისთვის, მათ უბრალოდ აღარ შეეძლოთ მათი გამოყენება, იმიტომ რომ ახალი სისტემა დაინერგა, საჭირო გახდა უკრაინის ტერიტორიაზე და ნუ იმ ზონებში, სადაც ახლა რუსები არიან განთავსებული, რომ ვერიფიკაცია გაიარო, თუ გინდა ამ მიმღებების გამოყენება, სპეციალური კოდი შეიყვანო, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს მიენიჭათ და რუსეთისთვის უბრალოდ ეს ჯართი გახდა. ეს Starlink-ის მიმღებები და შემდეგ მახსოვს კადრი, რომ ლეწავდნენ და ანადგურებდნენ ბრაზისგან აი ამ Starlink-ის მიმღებებს, ხო? მხოლოდ Starlink-ი არ არის, თუმცა ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო, ეს არ არის რაღაც უბრალო გადაწყვეტილება, ეს სერიოზულ პრობლემებს უკავშირდება რუსეთის არმიისთვის, როგორც ერთმანეთთან კომუნიკაციის და კოორდინაციის ნაწილში, ასევე დრონების მართვის ნაწილში. გახსოვთ, არ ვიცი, ალბათ ბევრ თქვენგანს ახსოვს კადრები, რომ რუსები აყენებდნენ დრონებზე Starlink-ის მიმღებებს და უკრაინის ტერიტორიაზე კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონდათ და მართვის შესაძლებლობა ჰქონდათ და სერიოზულ ზიანს აყენებდნენ, ხო, უკრაინის არმიის პოზიციები იქნებოდა თუ სამოქალაქო პოზიციები. ასე რომ ეგ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სწორედ ამ კაცს უკავშირდება, მისი მიღწევების ჩამონათვალში ასევე არის სწორედ ის საშუალო დისტანციაზე მოქმედი დრონების კონტრაქტების სწრაფად დადება, ამაზე საუბრობენ მისი გუნდის წევრები, მათ შორის სერჰი სტერნენკო, რომელიც იყო მისი მრჩეველი გუშინ ლაივ ვიდეოში, ვიდეო მიმართვა ჰქონდა თავის არხზე, ამბობდა ესეთ რამეს, რომ ეგ საშუალო დისტანციაზე მოქმედი დრონები, რომელსაც ეხაც ვხედავთ, როგორ ეფექტურად მოქმედებს, იყიდეს ისე და აკონტრაქტეს ისე, რომ ფული არ იყო ამისთვის გამოყოფილი, აიღეს მინისტრის გადაწყვეტილებით სარეზერვო ფონდიდან იმის იმედად, რომ
შემდეგ მოხდებოდა ფინანსების მოზიდვა პარტნიორებისგან. ეს ხდებოდა იმ პერიოდში, როდესაც ევროკავშირის ის 90 მილიარდის ოდენობის სესხი ჯერ არ იყო დამტკიცებული და მაგის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ იყო. მოკლედ, ფაქტია, რომ ფედოროვი მიდიოდა სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებზე, რიგ შემთხვევაში რისკიან გადაწყვეტილებებზეც შესაძლოა, მაგრამ ეს ყველაფერი მიმართული იყო უპირატესობის მოპოვებისკენ. ასიმეტრიულ ომში უპირატესობის მოპოვებისკენ, სადაც ცოცხალი ძალის მხრივ აქვს რუსეთის ფედერაციას უფრო დიდი რესურსი და ნაკლები რესურსი აქვს უკრაინის შეერაღებულ ძალებს. აქ აქცენტი გაკეთდა სწორედ ტექნოლოგიებზე, რაც მთელმა უკრაინამ დაინახა და მთელმა მსოფლიომიც ამ ამბავს თვალს ადევნებს, რომ ეფექტურად მუშაობს და ეს შედეგს დებს. აი ამ შედეგებთან ასოცირდებოდა სწორედ ფიოდოროვი და აი ამ შედეგების შეწყვეტის შიშის გამო გამოვიდა ხალხი ქუჩაში. თუმცა ეს ერთი მიზეზია. არსებობს კიდევ მეორე მიზეზი, რაც უკავშირდება კორუფციის რისკებს. ფედოროვი ამბობს ასეთ რამეს, რომ მისთვის მთავარი დაბრკოლება იყო სირსკი და გენშტაბის ხელმძღვანელობა, იმიტომ რომ ისინი არ უწყობდნენ ფეხს, ასე ვთქვათ, მის ტემპს და მის მოთხოვნებს ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობით პასუხობდნენ. ეს ყველაფერი შეფასდა როგორც საბოტაჟი და სწორედ ამან გამოიწვია, როგორც ჩანს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ურთიერთობების დაძაბვა, რაც მხოლოდ ახლა გამოვიდა სააშკარაოზე. მათ შორის ფედოროვი და მისი გუნდის წევრები მიანიშნებენ კორუფციის რისკებზე და ამბობენ ასეთ რამეს, რომ ვიდრე ისინი დაიწყებდნენ მუშაობას, ვიდრე ეს გუნდი დაიწყებდა მუშაობას, მაგალითად რაღაც X კატეგორიის დრონების დაკვეთა და ტენდერების გამოცხადება ხდებოდა ძალიან მარტივად, უბრალოდ გენშტაბი ამბობდა, რომ დაუკვეთეთ იმ კომპანიას და მიდიოდნენ და უკვეთავდნენ იმ კომპანიას. შემდეგ უკვე აქ ჩნდება კითხვები, რა იყო თვითღირებულება, რატომ მიემართებოდა კონკრეტული კომპანიისკენ თანხები და ასე შემდეგ. ფედოროვი და მისი გუნდი აი ამ პროცესს დაუპირისპირდა, მათ დაიწყეს კონტრაქტების განსხვავებულად დადება, დაიწყეს თანხის დაზოგვაზე აქცენტის გაკეთება და ამას ამბობენ ციფრებში აქვთ დათვლილი და ეს არის რაღაც მილიონობით დოლარის ოდენობის თანხები გასული 6 თვის განმავლობაში, რასაც ყოველ შემთხვევაში ეს ხალხი ამტკიცებს, რომ მათ დაზოგეს ფიოდოროვმა და მის გუნდმა, იმიტომ რომ ეს კონტრაქტების ამბავი მოაგვარეს და მათ შორის ეს კორუფციის რისკები რომ გამოერიცხათ, დაიწყეს პოლიგრაფზეც კი შემოწმება კონტრაქტორი კომპანიების, რომ ისინი იყვნენ თუ არა ჩართული კორუფციაში, ან პირობითად თანამშრომლობდნენ თუ არა მოწინააღმდეგე მხარესთან და ასე შემდეგ. ანუ მთელი რიგი წინაღობები შექმნეს იმისთვის, რომ ვიღაცეებს, ვინც იდეაში მიჩვეული იყვნენ დიდი ალბათობით ფულის კეთებას, ეს ფული ვეღარ ეკეთებინათ და ეს რესურსები მიმართული ყოფილიყო რეალურად არმიის საჭიროებებისთვის. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი და პრინციპში ამ პროტესტის და უკმაყოფილების მთავარი საფუძველი, ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის სწორედ ეს ამბავი, რომ ხალხმა დაინახა ორი რამ, ერთი რომ პროგრესი შეიძლება გაჩერდეს, პროგრესი ტექნოლოგიური, რომელთანაც ასოცირდება სწორედ ფედოროვი და მეორეს მხრივ შეიძლება გაიზარდოს კორუფციის რისკები და ეს კორუფციის რისკები კიდევ სხვა ამბებსაც უკავშირდება, მანამდე განვითარებულ ამბებსაც უკავშირდება, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ხდებოდა და უკავშირდება იმას, რომ იყო მათ შორის მცდელობები ვიღაცეებისთვის ხელი დაეფარებინათ, მათ შორის ზელენსკის უახლოესი გარემოცვის წევრებისთვის ხელი დაეფარებინათ. პირველი მცდელობა ეს იყო ანტიკორუფციული ბიუროს საქმეში ცხვირის ჩაყოფა და მათი ესე იგი დამოუკიდებლობის შეზღუდვა, მათი მოქმედების თავისუფლების შეზღუდვა, რასაც უკრაინაში აი ამ ომის პირობებში რამდენიმე თვის წინ მოყვა სერიოზული გამოსვლები, აქციები, მაშინ მოუწიათ უკან დახევა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიეცათ დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება ნაბუსთვის, ანტიკორუფციული ბიუროსთვის და აი ამ თავისუფალ მოქმედებას შემდეგ უკვე სხვა შედეგები მოყვა. მოყვა ზელენსკის გარემოცვის წევრების
ბრალდებული სტატუსი მოყვა მათი ნაწილის დაპატიმრება და ბოლო ძალიან დიდი პოლიტიკური სკანდალი სულ ძალიან ცოტა ხნის წინ უკავშირდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ერმაკის ბრალდებულად ცნობას ძალიან დიდ კორუფციულ სქემაში, რომელიც ეხებოდა კიევის ტერიტორიაზე დიდი ფეშენებელური სასახლეების მშენებლობას გარკვეული პირთა წრისთვის, სადაც ვინმე ვოვას სახელიც ფიგურირებდა და არავინ არ იცის ეს ვოვა ვინ არის, თუმცა ქვეტექსტები მიანიშნებს, რომ საუბარია ზელენსკიზე, გამოთქმულია ყოველ შემთხვევაში ეს ვარაუდები, თუმცა ეს არ არის დადასტურებული ცხადია. ერმაკი მოკლედ ცალსახად ფიგურირებდა და ყველაზე დრამატული ამბავი და ყველაზე ალბათ შოკის მომგვრელი უკრაინის საზოგადოებისთვის იყო ის, რომ ერმაკი ამ ყველაფერს არც ომის მიმდინარეობისას წყვეტდა. ანუ სქემა ამ სასახლეების მშენებლობის იწყებოდა 2021 წლიდან თუ 2020 წლიდან, აი ამ ორიდან ერთი, შემდეგ უკვე დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი 2022 წელს და არის ამ საქმეში მათ შორის სატელეფონო ჩანაწერები და მთელი რიგი მტკიცებულებები, რომელიც მიანიშნებს, რომ ერმაკი პირდაპირ იყო ჩართული ამ კორუფციულ სქემაში ომის მიმდინარეობისას, შემდეგ უკვე 2023 წელს, 2024 წელს და ასე შემდეგ. საბოლოოდ ეს სქემა გაიშიფრა და გასკდა და ეს ყველაფერი სულ რაღაც გუშინ ხდებოდა. ძალიან ცოტა ხნის წინ ხდებოდა და ჯერ ერმაკი საერთოდაც მის სასამართლო პროცესები არ დასრულებულა, გირავო აქვს გადახდილი და გარეთ არის, ხო? აი ამ პირობებში, როდესაც ეს უკრაინულმა საზოგადოებამ რუსეთის არმიის დაბომბვების ფონზე იქ ენერგეტიკის სფეროში პრობლემების და ცივი ზამთრის და ამ ყველაფრის ფონზე გამოიარა იყო მთელი რიგი ტალღები ამ იმედგაცრუების, ამ კორუფციის სკანდალების გამო და ახლა გამოჩნდა თავდაცვის მინისტრი, რომელმაც ძალიან დიდი ნდობა მოიპოვა დიდი პოპულარობა ამ ყველაფრის მისი მიღწევებიდან გამომდინარე, ღიად დაუპირისპირდა კორუფციას თავდაცვის ინდუსტრიაში და თავდაცვის სამინისტროში და უცებ ასე მოწმენდილცაზე ამ კაცს ხსნიან. აი ამან გამოიწვია სწორედ მთავარი უკმაყოფილების ტალღა და ეჭვები და ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. და აქ არის ორი ამბავი. ერთია, რომ საზოგადოება მათ ჩვენა რეაქცია და ეს ძალიან კარგია, რომ ომის პირობებშიც კი, მათი ჩართულობა არ არის შემცირებული და ძალიან კარგია, რომ ისინი მწვავედ რეაგირებენ მსგავს რაღაც სიმპტომებზე, რაც ცუდ ამბებზე მიანიშნებს და მეორეს მხრივ აქ გასათვალისწინებელი არის ამბავი, რომ თუ რაღაცნაირად ეს თემა ჩაიფარცხა და თუ რაღაცა ძველ საბჭოთა ყაიდის ნიშნულს დაუბრუნდა ეს გაყიდვები, შესყიდვები, კონტრაქტები და ტენდერები, ეს გამოიწვევს საზოგადოების სერიოზულ იმედგაცრუებას. და იმ პირობებში, როდესაც ისედაც პუტინი და მისი რეჟიმი აი ამ ტერორისტული დარტყმებით ცდილობს უკრაინული საზოგადოების გატეხვას, ეს სერიოზულად შეარყევს მათ ერთიანობას, მათ ბრძოლის უნარიანობას შესაბამისად და პრინციპში ძალიან დიდი დემოტივაციის ფაქტორი იქნება მთლიანად უკრაინისთვის. ამიტომ ეს აბსოლუტურად გასაგები არის, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს პროტესტი, კითხვები და აბსოლუტურად ლეგიტიმურია მათი პროტესტი. ყოველ შემთხვევაში ამ კითხვების საფუძველი არსებობს და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. ახლა შესაბამისად, ნახოთ რა გადაწყვეტილებები იქნება მიიღებული. ჯერ თავდაცვის მინისტრი არ არის არჩეული, უпростоრად დამტკიცებული. ამაზეც მოგიყვებით თანდათან. ხო, აი აქ არის Deutsche Welle-ს უკრაინული ბიუროს ძალიან საინტერესო პოსტი შემომხდა და მენიშნა, ჩავთვალე საჭიროდ რომ თქვენთვისაც გამეზიარებინა, ძალიან კარგი headline-ი აქვს, ასე ვთქვათ. როდესაც რუსულ Telegram არხებზე ეს ამბავი უხარიათ, ეს ნიშნავს, რომ რაღაცა რიგზე ვერ არის. აი ესეთი ციტატა აქვს გამოტანილი და ხო, ცხადია, რომ აი ამ კრიზისის ფონზე რუსეთში ხარობენ, თუმცა არ მგონია, რომ მათთვის რაც არ უნდა პოლიტიკური კრიზისი იყოს ამ წუთას მოკლევადიანი, ასე მგონია, რომ მაინც მოკლევადიანი იქნება უკრაინაში, რაღაც დიდი შვების საშუალება იყოს. ფაქტია, რომ ეს რაღაც დროებითი სიხარული არის მათთვის, მაგრამ ასეთ ხავსებსაც ეჭიდებიან ისინი. ეს იქით იყოს. აქ ხედავთ აქციების კადრები არის კიევში
კიევშიც იყო გამოსვლები და სხვა დიდ ქალაქებში, ლვოვში და ასე შემდეგ. ფედოროვის მხარდასაჭერად და პირდაპირ ხალხი სკანდირებდა, რომ უნდა წავიდეს თანამდებობიდან სირსკი. ანუ აი ამ ორ პოლუს შორის საზოგადოებამ აშკარად აჩვენა ფედოროვის მხარდაჭერა და ამის მიზეზები პრინციპში ავხსენი. აქ არის ფოტომასალაც, სადაც ჩანს ეს ტრანსპარანტები, სადაც ფედოროვის მხარდამჭერი განცხადებები არის ნაჩვენები. საერთაშორისო გამოხმაურებაც საკმაოდ დიდი არის პოლიტიკური ლიდერების დონეზეც და დიდი გამოცემები საერთაშორისო მედიის მხრიდანაც გარკვეული ესეთი ფედოროვის მხარდამჭერი სტატიებიც იბეჭდება, მათ შორის Wall Street Journal-ის სტატიიდან არის აქ ამონარიდი, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ ზელენსკიმ გაათავისუფლა ძალიან პოპულარული თავდაცვის მინისტრი, ციფრული ტექნოლოგიების გურუ, რომელმაც მოიპოვა უკრაინელების მხარდაჭერა, მოიპოვა დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა და ის მიმართავდა ძალისხმევას იმისკენ, რომ შეექმნა ტექნოლოგიებზე დაფუძნებული თანამედროვე სისტემები უკრაინის არმიისთვის და მიეყენებინა შესაბამისად დარტყმები მოწინააღმდეგისთვის, რუსეთისთვის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ებრძოდა კორუფციას. ანუ აი ამ ტექსტშიც იკითხება, რომ დასავლეთში, მედიაშიც და პოლიტიკოსებს შორისაც საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. გარდა იმისა, რომ ფედოროვი შიგნით აკეთებდა საქმეს, ის ძალიან ხშირად ჩნდებოდა ხოლმე საერთაშორისო ფორუმებზეც და იქ ჩანდა დამოკიდებულებები მათ შორის პარტნიორებთან შეხვედრის დროს. მისი მინისტრობის პერიოდში საკმაოდ დიდი თანხები გამოყვეს პარტნიორებმა, ფორმდებოდა ცალკეული შეთანხმებები ორ ქვეყანას შორის, თითოეულ პარტნიორთან თუ საერთო ფორმატებში და ასე შემდეგ, მოკლედ, მაგრამ მუშაობდა ეს კაცი ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც და ამას აღიარებენ პარტნიორები მათ შორის, რომლებმაც გარკვეული ეჭვები გამოთქვეს. ერთია, რომ ისინი მხარს უჭერენ წარმატებულ ახალგაზრდა მენეჯერს და მინისტრს, პოლიტიკურ ლიდერს და მეორეა, რომ ამ განცხადებებით ისინი პრინციპში მიანიშნებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, როგორ დაიხარჯება დასავლელი პარტნიორების მხრიდან გამოყოფილი ფული, მათ შორის სესხები, მათ შორის დახმარების პაკეტები და ასე შემდეგ. ანუ კორუფციის შესახებ კითხვის ნიშნები მანამდე ისმოდა, ამაზე აჭერდნენ ძალიან მაგრად ზელენსკის და ახლა ტიპი, რომელიც კორუფციას ებრძოდა, რატომ მოხსნეს? ეს არის მთავარი კითხვის ნიშანი, თან იმ დროს, როდესაც ყველაზე დიდი ფული შედის უკრაინაში. გამოყოფილია ევროკავშირის 90 მილიარდი და პლუს კიდე ნატოს სამიტზე, აგერ 2 დღის წინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ერთი მაგდენი კიდევ ნატომ უნდა გამოყოს. და მომდევნო წლისთვისაც გათვალისწინებული არის დაახლოებით 90 მილიარდი, თუ სწორად მახსოვს, ნატოს მხრიდან. ანუ დიდი ფული უნდა შევიდეს და ამ დროს ხსნიან მინისტრს, რომელიც კორუფციას ებრძოდა. რა თქმა უნდა, ეს მარტო შიგნით არ აჩენს კითხვებს და იმ ხალხთანაც აჩენს კითხვებს, ვინც ფულს გამოყოფს. ერთ სიტყვით, აი ამ პრობლემებზე საუბრის დროს უკრაინელი მიმომხილველები, პოლიტიკოსები, აქტივისტები, ვინც ღიად გამოხატავენ პროტესტს ამ ამბავში, ამბობენ, რომ ჩვენ გვესმის, რომ ვართ ომის მდგომარეობაში, ჩვენ გვესმის, რომ ეს განხილვები, ეს პოლიტიკური დისკუსიები და თუნდაც დაპირისპირება შესაძლოა რაღაც გაგებით მოწინააღმდეგემ რუსეთმა გამოიყენოს და რა თქმა უნდა, პუტინი ჩასაფრებულია და მათი პროპაგანდა ჩასაფრებულია, რომ რამე პრობლემა მოძებნოს უკრაინაში და ამას ჩაეჭიდოს, თუნდაც შიდა აუდიტორიის დასაბოლებლად, მაგრამ ამის მიუხედავად უკრაინელები ამბობენ, ჩვენ ყველაფერზე უნდა ვილაპარაკოთ ღიად. ახლავე უნდა მოგვარდეს თუ რამე მოსაგვარებელია პრობლემა, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ გადავრჩებით, ჩვენ არ გვექნება პროგრესი და თუ არ გვექნება პროგრესი, ეს ავტომატურად ნიშნავს რეგრესს და ამ ასიმეტრიულ დაპირისპირებაში, სადაც ისედაც უმცირესობაში არიან, სადაც ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ არიან, სხვანაირად არ გამოვა. თუ არ იქნება პროგრესი და უპირატესობას ვერ მიაღწევენ, მაშინ ომს უბრალოდ წააგებენ და ეს მათთვის ეგზისტენციალური საკითხია. მთლიანად ამ ქვეყნის არსებობის საკითხია, ამიტომ აბსოლუტურად არ არის გასაკვირი და ძალიან ჯანსაღი არის ეს რეაქცია, რომელსაც აჩვენებენ და კიდევ ერთხელ გამიმეორებ, ამ კითხვებზე პასუხები არის გასაცემი. ხო, აუცილებლად, რაც არ უნდა გულშემატკივრობდეთ ჩვენც მაგალითად უკრაინას და გვესმის, რომ უკრაინის გამარჯვება რას ნიშნავს მაგალითად საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ. მე ჩემი პლატფორმაც სწორედ ამისთვის მაქვს, რომ მსგავს შემთხვევებში არ
დავაიგნოროთ ასეთი ამბები და ამიტომ გიყვებით ამ ამბავს. ეს არის თვითონ მიხეილ ფედოროვის პოსტი, სადაც ჩამოთვლილი აქვს აი რამდენი პუნქტია, ჩავედით, 22 კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც ამ 6 თვის განმავლობაში იქნა მის მიერ მიღებული და 22 პუნქტია შედეგები, რა შედეგები დადო. იგივე დრონების წარმოების ნაწილში, იგივე სხვა ტიპის რეფორმებზეც არის საუბარი, მათ შორის მას უკავშირდება რეფორმების დაწყება ქვედანაყოფების დაკომპლექტების ნაწილში, რამდენი ხანი უნდა დაყოს ერთმა ჯარისკაცმა პოზიციაზე, ასე და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი რეფორმა. რაც შეეხება პრეტენზიებს, რომელიც ფედოროვის წინააღმდეგ დასახელდა, ესაც პრინციპში ალოგიკური არის, როგორც მისი გუნდის წევრები ამბობენ, იმიტომ რომ მას მაგალითად ედავებიან იმას, რომ ვერ მიიყვანა მობილიზაციის შესახებ რეფორმა ბოლომდე და სწრაფი ტემპით ვერ წაიყვანა და მათ შორის ზელენსკი მახსენა, რომ თუ ჩვენ ველოდებით, რომ რუსეთში შემოდგომა შეიძლება მობილიზაცია გამოაცხადოს პუტინმა, ჩვენც გვჭირდება მობილიზაცია და ეს სასწრაფოდ მისახედი ამბავი არისო. ამის საპასუხოდ, ფედოროვის გუნდში ასეთ რამეს ამბობენ, რომ სწორედ მათი წამოწყებული რეფორმები მიმართული იყო იქით, რომ უკრაინის მოქალაქეებს სურვილი გასჩენოდათ, რომ მინიმუმ არ გაქცეულიყვნენ არსებული ქვედანაყოფებიდან, რისი შემთხვევებიც ძალიან ბევრი არის, არ დაეტოვებინათ საკუთარი პოზიციები და კიდევ დამატებით შემთხვევაში გაჩენოდათ მოტივაცია, რომ წასულიყვნენ ემსახურათ თავისი ქვეყნისთვის. ამისთვის მათ შორის ისინი ასახელებენ, რომ იყო დაგეგმილი ხელფასების მატება და დაიწყეს ეს რეფორმა. პირობების გაუმჯობესება, ვადების შემცირება, ქვედანაყოფიდან ქვედანაყოფში გადაყვანის სურვილის შემთხვევაში აი პროცესის მოქნილობა, ბიუროკრატიის შემცირება, ფურცლების საქმის ციფრულ სისტემებში გადატანა და მთელი რიგი ამბები, რაც აი ამ მოქნილობას განაპირობებდა. ასევე მის მიმართ პრეტენზია გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს შეფერხებული იყო საარტილერიო ჭურვების შესყიდვები და ამ კონტრაქტების დადება. ამის საპასუხოდაც იყო არგუმენტები დასახელებული, მათ შორის ფედოროვის მრჩეველი ამბობდა, რომ იყო ასეთი მიდგომა, რომელიც პირიქით უკრაინელი სამხედროების მეტ დაცულობას ითვალისწინებდა და 15 კილომეტრის დისტანციაზე მოქმედი ჭურვების ნაცვლად მათი პრიორიტეტი იყო 30 კილომეტრის დისტანციიდან მოქმედი ჭურვების შესყიდვა, რაც ნაცრისფერი ზონის უფრო უკეთეს პოზიციებზე განლაგების შესაძლებლობას მისცემდა უკრაინელ სამხედროებს და არტილერისტებს. აი ესეთი არგუმენტებიც იყო. მოკლედ აქ ამ პროცესში არის რაღაც თქვათ არგუმენტებიც, არის პრეტენზიებიც გამოთქმული, თუმცა აი ამ პრეტენზიების მიღმა არის აშკარად ძალიან ბევრი, საკმაოდ დიდი ჩამონათვალი, რასაც ეს ხალხი ამბობს, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთეთ და ჩვენ ეს ყველაფერი მოვასწარეთ ძალიან მოკლე დროში, იდეაში 6 თვეში, რაც არ არის დიდი დრო და ამიტომ შესაბამისად ეს განაპირობებს იმას, რომ საზოგადოების მხრიდან არის საკმაოდ დიდი მხარდაჭერა. ახლა ვიდრე დავასრულებ და ბოლოსკენ წავალ, მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ალტერნატივას თავაზობს ზელენსკი ფედოროვის ნაცვლად. საუბარი იყო ერთი დღის განმავლობაში 2 კანდიდატზე. პირველი ვარიანტი ეს იყო უკვე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო, რომელსაც არც თუ ისე კარგი გამოხმაურება მოყვა, ისედაც ამ ცხელ ამბავზე და მალევე შეიცვალა ეს ვერსია. მეორე ვარიანტად უკვე არსებული ვერსია ეგ არის, ამ დროისთვის ბოლო ვერსია დასახელდა ევგენი ხმარა, უკრაინის უშიშროების სამსახურის ძალების მეთაური. რომელიც ავტორიტეტული სამხედრო არის, თუმცა ამბობენ კრიტიკოსები, თავად უკრაინელები, რომ კი, ის არის უკრაინის ეროვნული გმირი, ძალიან მაგარი სამხედროა, მაგრამ რატომ მიყავთ თავდაცვის მინისტრად? დატოვეთ იქ, სადაც არის. იქ არის ძალიან მაგარი, იქ აკეთებს თავის საქმეს 100%-ით ეფექტურად, რატომ უწყობთ ასეთ რეალობას, რომ ნაადრევად გადააყენოთ, პენსიაზე გაუშვათ სამხედრო სამსახურიდან და გადაიყვანოთ სამოქალაქო პოზიციაზე, პოლიტიკურ თანამდებობაზე, ხო? ის კაცი იქ ძალიან ეფექტური არის და აქ პოზიცია ის არის, რომ ფედოროვი ახალგაზრდა მენეჯერი, რომელიც ძალიან მაგრად ერკვევა ტექნოლოგიებში და ყველაფერი გააციფრულა და მოქნილი გახადა და დაგეტოვებინა, რატო ცვლიდი ამას.
რომელიც იქ თავის საქმეში ეფექტური იყო და რატო გადმოყავს ის, რომელიც იქ არის სასარგებლო და ურევ ამ შემთხვევაში თავგზას და სხვაგან მიყავს აბსოლუტურად, ხო? ნუ აი ესეთი არგუმენტები სახელდება თვითონ ამ კლიმენკოს რაც შეეხება შინაგან საქმეთა უკვე ყოფილ მინისტრს, ეგაც გადაიყვანეს სხვაგან. ამაზე აი ამ პოსტში მაგალითად ეს ცნობილი აქტივისტი არის. ასეთ რამეს ამბობს, რომ ხო, არ გვინდა 35 წლის რაღაც სუპერპროფესიონალი ფედოროვი და მოყავს საშუალო რანგის პოლიციელი თანამდებობაზე, რომელიც უბრალოდ ახალწეულებს ასწავლის კარგად როგორ გაასწორონ საწოლი. თუ რაღაც ეს ცოტა დამცინავი პოსტი არის, მაგრამ რეალობას პრინციპში ეხმაურება ეგ ამბავიც. მთავარი კითხვის ნიშანი მანდის არის, რომ ყველა ფიქრობს, რომ პრინციპი, რომლითაც ხდებოდა ამ შემთხვევაში კლიმენკოს შერჩევა, იყო მორჩილება. ის რომ ის უსიტყვოდ გაყოლოდა, რასაც ეთყოდა გენშტაბის უფროსი და არ ქონოდა ისეთი ტიპის დავა და წინააღმდეგობა, როგორიც იყო ფედოროვის შემთხვევაში. აი აქ არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც ზელენსკი გამოეხმაურა აქციებს, ერთ-ერთი პირველი განცხადება არის მას შემდეგ, რაც ქუჩებში ხალხი გამოვიდა, აღარ ჩავთავ ახლა ამას ბევრი დრო რომ აღარ წაიღოს, მოკლედ ამბობდა იმას, რომ კარგია, რომ საზოგადოება რეაგირებს, ჩვენ დემოკრატია გვინდა და ამით განსხვავდებით სწორედ რუსეთისგან, რომ თუნდაც აი ესეთ კრიზისულ სიტუაციებშიც კი ხალხს საშუალება აქვს, რომ თავისუფლად აზრი გამოხატოსო. რაც შეეხება პროცედურებს, მოკლედ პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია ახალი თავდაცვის მინისტრი, გუშინ იყო ამ სამთავრობო ცვლილებების კენჭისყრა რადაში და ეს პოსტი სწორედ მაგას ეძღვნება. სხვა სამთავრობო ცვლილებები ცალკე წავიდა და ფედოროვის თავდაცვის სამინისტროს ამბავი მოკლედ ცალკე გამოიყო. პირველ კენჭისყრაზე ჩავარდა, მოკლედ ეგ ინიციატივა რომ მოეხსნათ თავდაცვის მინისტრობიდან, მისი გადაყენების ამბავი კენჭისყრაზე რომ გავიდა, ჩავარდა. მეორე კენჭისყრის მცდელობა იყო ამ პოსტში, ასე ვკითხულობთ, უკრაინული წყაროა და ეს კენჭისყრაც ვერ შედგა და ამას წინ უძღოდა პრინციპში სიურპრიზი პოლიტიკური, იმიტომ რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა წამოვიდა დეპუტატებშიც, როგორც ჩანს ფედოროვის მიმართ, იმიტომ რომ ნაწილობრივ როგორც აქ წერია ამ პოსტში თავად წარმოებლებმა, სამხედრო წარმოებაში არსებულმა კომპანიებმა გამოუცხადეს აი ახლა ვინც არიან ამ მოქმედ ტენდერებში ჩართული გამოუცხადეს მხარდაჭერა ფედოროვს, იმიტომ რომ მათ გაუჩნდათ საფრთხე, რომ მისი გადაყენების შემთხვევაში შეიძლება საერთოდ გაჩერდეს ეს ყველაფერი და მათ სერიოზული პრობლემები შეექმნათ. გარდა ამისა, მთავარი ფაქტორი ერთ-ერთი ის არის, რომ ფედოროვის ეფექტურობას, როგორც ჩანს, თავად დეპუტატებიც ამჩნევდნენ და ამას აღიარებენ მათ შორის ხალხის მსახურის მართველი პარტიის, უკრაინის მართველი პარტიის წევრები შორისაც საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მიიღო, როგორც ჩანს. ყოველ შემთხვევაში მის გადაყენების კენჭისყრაზე ბევრმა ხმა არ მისცა. ხო, აი ეს არის ბოლო ვერსია, როგორც თქვით, ევგენი ხმარა, რომელიც ამ ეტაპზე განიხილება, რომ უნდა დაინიშნოს თავდაცვის მინისტრად და ნახოთ, ჯერ არ გამართულა კენჭისყრა. ხო, ერთი ბოლო, რაც უნდა ვთქვათ, რაც ასევე გარკვეულ კორუფციის ეჭვებს ამყარებს და დიდი განხილვის საგანი არის. აი ახლა მაგალითად, როცა მე ამ ვიდეოს წერ, ეს არის ერთ-ერთი ბოლო ესე გამოვარდნილი ამბავი, რომ ერმაკი, რომელიც კორუფციაშია ბრალდებული და ყოფილი ხელმძღვანელი არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, როგორც გაირკვა, შეხვდა ერთ-ერთ ფრონტის მიმართულებაზე სირსკის კაცი, რომელსაც არანაირი ოფიციალური სტატუსი აღარ აქვს, ბრალდებული არის ოფიციალურად, აი ეს არის მისი სტატუსი, არანაირი პოლიტიკური თანამდებობა მას ამ ეტაპზე აღარ უკავია და ხდება გენშტაბის უფროს გაგანია ომის დროს, კორუფციაში ბრალდებული კაცი. და უფროს გენშტაბის, რომელსაც დაუპირისპირდა უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ფედოროვი, იმიტომ რომ რაღაცა კორუფციაზე მიანიშნებს ისიც. და ხო, ესაც დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს ერთი სიტყვით, ხო, თავის მხრივ სირსკი მადლობა გადაუხადა თითქოს ესე საჯაროდ ფედოროვს მისი გაწეული სამსახურისთვის და ზელენსკი დღეს შეხვდა მეთაურებს, ესე ონლაინ შეხვედრა ჰქონდა, ამის ამსახველი კადრები არის, სადაც მიიღო ინფორმაცია დანაყოფების ხელმძღვანელებიდან, მათ შორის მადიარისგან, უპილოტო სისტემების ძალების მეთაურისგან, ფრონტზე არსებული სიტუაციის და მიმდინარე ოპერაციის ეფექტურობის შესახებ.
ხო, მოკლედ მე მგონი ბევრი რამე მოგიყევით. მთავარი არის ახლა ის, რომ ეს პროცესი რაღაცნაირად დაალაგდეს. ძალიან მაინტერესებს, როგორ გადაწყდება საბოლოო ამბავი, აი ამ დუღილში რა მოიხარშება, სენსიტიური თემაა და კარგია რომ უკრაინული საზოგადოება კითხვებს სვამს. შესაძლოა ფედოროვი თავის პოზიციაზე აღარც დააბრუნონ და დიდი ალბათობით არ დააბრუნებენ, მაგრამ მთავარი არის რომ შემდგომ რისკები შემცირდეს კორუფციის და გაიზარდოს წნეხი ხელისუფლებაზე იმ მიზნით, რომ მათ თავის საქმე ისევე ეფექტურად თუ არა როგორც ფედოროვი აკეთებდა, რაღაცა მინიმალურ დონეზე მაინც ეფექტურად შეასრულონ იმისთვის, რომ გაგრძელდეს ის წარმატების გზა, რომელიც ამ ეტაპზე აქვს უკრაინის შეერაღებულ ძალებს და ეს აშკარად ჩანს. უპირატესობა მათ მხარეს არის, მომენტუმი მათია, მათ აქვთ ახლა ინიციატივა როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე მთელი რიგი აღარ ჩამოთვლე ახლა ოპერაციების ნაწილში და ეს პროგრესი არ უნდა გაჩერდეს. ეს არის მთავარი ამოცანა. დატოვეთ კომენტარებში აუცილებლად თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ამ ამბებზე, როგორ წავა პროცესი, დალაიქეთ ვიდეო თუ ამ დრომდე უყურებდით და იმედი მაქვს რომ არ დაგეზარებათ. გამოიწერეთ არხი თუ არ ხართ გამომწერები, დამიჭირეთ მხარი ფინანსურად, გააძლიერეთ ეს პროექტი იმისთვის რომ შემდგომში უფრო აქტიურად ვიმუშაო და შევძლო მინიმუმ გაგრძელება საქმის, რასაც ახლა ვაკეთებ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით, იმედია მალე დავბრუნდებით. დროებით.